სოციალური ურთიერთობებისთვის არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაიყვან გარეთ, თუ მანამდე არავინ არ მოგაქცევს ყურადღებას და არავინ არ დაგელაპარაკება, რომ გაიყვან, აი თქვენ თუ მე დავაკვირდი, ახლა ძაღლები რომ შემოიყვანეს სტუდიაში, მაშინ ყველა გაიქცა, ყველამ დასვა შეკითხვები, ასეა ძაღლების სეირნობის დროსაც. ხო, კოგნიტურ უნარებს მინდა შევეხო. აი მოვასწრო ამაზეც ვიწრო დროში შეგრძულები ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი მაგალითად ბავშვს აქვს რაღაცა პრობლემა მენტალური განვითარების სფეროში, არა მარტო ბავშვს მოზილებსაც თუ დამრჩება ვისაუბრებ. და მაგალითად კითხვა უჭირს. ის ვინც მას დაუჯდება და მოусმენს და მისი მსმენელი იქნება, შეიძლება ეს არის ძაღლი. გარდა ამისა, მინდა ვილაპარაკო თერაპიის სახეზე, რომელსაც ლოგოთერაპია ქვია. ჩვენს ქვეყანაში ფაქტიურად ეხლა დაინერგა და ყავს ერთადერთი მაგრამ განსაკუთრებული სპეციალისტი ჟაბა ზარდიაშვილი, რომელიც ატარებს ლოგოთერაპიას და მინდა მშობლებს უთხრა, რომლებსაც ცენტრებში დაღავთ ბავშვები, აი ჟაბაც ერთ ცენტრში მუშაობს და რა ბენეფიტები შეუძლიათ აქედან მიიღონ. ეს არის მოტორული განვითარება, კომუნიკაციის განვითარება, კომუნიკაციაში ვერბალური შედის, სოციალური ურთიერთობები, აი ამ ვილაპარაკეთ ემოციურ სფეროზე, ხო, ემოციური სფეროს დარეგულირება აღარ გავშლია, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ბენეფიტი შეუძლიათ მიიღონ. ძაღლის აყვანის დროს გასათვალისწინებელია არა მარტო ის, რომ ის ლამაზია, ან ჩასახუტებელია, ეს არ არის, უფრო მნიშვნელოვანია როგორი ხასიათი აქვს მას. რამდენად უყვარს კონტაქტი, ასაკს აქვს კიდე ბავშვი ძალიან დიდი მნიშვნელობა. ტოდლერია 4 წლამდეა, სკოლამდელია თუ თინეიჯერია, სულ სხვადასხვა მოთხოვნებია ამ დროს ძაღლის შიშის მიმართ. არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომელიც აი არ ვიცი რამდენად მართალია. მაგალითად, გვსმენია რომ დობერმანი ყველაზე დაბალი IQ-ს მქონე ძაღლია. გვსმენია რომ ლაბრადორი ყველაზე მზრუნველია და ამიტომ usინათლოებს ძირითად შემთხვევაში ლაბრადორები ყავთ ხოლმე. აი ეს ყველაფერი მოგონილი არლიყებია თუ რეალურად მართლა განისაზღვრება ასე? აი ნებისმიერმა შეიძლება კითხოს, დღეს ხელოვნური ინტელექტი გვაქვს, კითხოს ხელოვნურ ინტელექტს და ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული და ეს ორივე, ასე ვთქვათ, მოსაზრება არის სტერეოტიპი. თვითონ ძაღლის ინტელექტის განმარტება არსებობს, ეს არის მრავალგანზომილებიანი განმარტება. მასში შედის ბევრი კომპონენტი და დობერმანი შედის ტოპ ჯგუფში ინტელექტის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მას ესეთი რა ბატონი ჯაბა რო ახსენეთ თქვენ. ის გერმანული ნაგაზთან ერთად მუშაობს, როგორც ვიცი, თუმცა აპრობირებულია, ხო, ესეთი ესეთ ბავშვებთან მუშაობაში, ზუსტად ლაბრადორი ან ოქროს რეტრივერი. თუმცა აი მან გადაწყვიტა, რომ გერმანული ნაგაზით ემუშავა, რაც კიდევ ერთხელ ამსხვრევს სხვათაშორის აი ამ მითს. ამსხვრევს და მიუხედავად იმისა, რომ აი ჯიშის ზოგადად დამახასიათებელი თვისებები არსებობს, ყოველი ძაღლი არის ინდივიდი. როგორც ჩვენ ადამიანები ინდივიდები ვართ, აი ეს არიან ესენი ინდივიდები და ხასიათით რა თქმა უნდა. ხო, და ამიტომ აი ეს ხასიათი ტესტები არსებობს. ეს ჟაბამ ჩვენზე უკეთესად იცის, მე ადამიანის ტესტები ვიცი. ხდება ამ ყველაფრის შეფასება, აი მრავალგანზომილებიანი ინტელექტის, რომელიც ძაღლს გააჩნია.